ზურაბიშვილმა ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის, ვითომ პრეზიდენტის ყაველაშვილის ინაუგურაციისას მე ვფიქრობ უკვე რომ სპეციალურად შეკრიბა თავის სასახლესთან ის ხალხი რომ ის პარლამენტთან არ ყოფილიყვნენ და ფაქტობრივად მთელი ამხელა შეკრებილი ხალხი ტყუილად მიიყვანა და ერთ საათში საერთოდ დაშალა, იგივე გააკეთა 31 მარტს, იგივეს გააკეთებს მომავალში და ამიტომ არ შედგება არასოდეს მის ირგვლივ ერთობა, იმიტომ რომ ის არ არის ოპოზიციური ლიდერი, ის არის უბრალოდ სხვისი მოთამაშე საჭადრაკო დაფაზე. ეს ჩემი პირადი აზრია, ჩვენი სამოქალაქო მოძრაობას კუთხით ამას არ ვამბობ, ჩემი პირადი აზრია, თუმცა თვითონ რუსთაველის გამზირის მოძრაობაშიც დარწმუნებული ვარ, ბევრი დამეთანხმება ამაში. ეხლა მეორე რაც შეეხება უშუალოდ თვითონ პროცესი მიმდინარეობს იმ ჭრილში, რაც ბატონებმა და ქალბატონმა